მიყავს სკოლაში ოჯახი ხარ ოჯახი კაპიტანი ამალით გესალმება თქვენ კაპიტანი ამალით გეხმარება თქვენ ჩვენთან ერთად იყავი სანამ სკოლაში ოჯახებოს სწორდით და გაცოცხლეთ ნოტები მე ვარ ბუა ყოჩაღების ქუჩიდან გადამიყენეს ამ ყოჩაღებმა თუიდან სწავლობს ათიანზე ყველა შემოგვიერთდი ოჯახების ქუჩაზე ოჯახების ქუჩაზე ბავშვებო, აი აქ იქნება ხე და მეორე მხარესაც შეგიძლიათ ხე დახატოთ თავისი ნაყოფით. მოგესალმებით ჩემო ყოჩაღებო. აბა თუ გამოიცნობთ გოგონები რას აკეთებენ? ბატონო, ხატავენ, რა თქმა უნდა, ხატავენ, მაგრამ რას ხატავენ, ეს არ გეცოდინებათ. ისინი ახლა ცდილობენ შემოდგომის პეიზაჟი დახატონ. დიახ და ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემაც სწორედ შემოდგომა იქნება. გოგონებო, ყოჩაღებო, მზე კატერინემ რამდენი რამ იცის შემოდგომაზე იცით? აბა დაუძახოთ მზე კატერინემ, სათხარ გელოდებით. შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დროა. წიფდება ხილი, იკრიფება ყურძენი, დუღდება თათარა, კეთდება უკემრიელესი ჩურჩხელები. სოფლებში გლეხები მოსავალს ჟრიამულითა და მამაპაპური ჰარალოს შეძახილებით იღებენ. ბუნებაში ფერთა საოცარი სიმრავლეა. თვალს ვერ მოწყვეთ. ტყეში ყვითელ წითელი ფოთლების ხალიჩაა დაგებული. სად აღარ შეხვდებით ქამას, მანჭკვალას. და სამშვიდობებლად გამზადებული ჩიტებიც კი თითქოს ჩვენს ბუნება განწყობაზე ზრუნავენ. საოცარი გალობით გვატკბობენ. რა სჯობს ბუნებაში დასვენებას ამ დროს? კაპიტანო, ჩიტების ხმა? უცნაურია. ჯერ კიდევ არ გაფრენილან თბილ ქვეყნებში. გონი იგვიანებენ. კი, მზე კატო, ცოტა დააგვიანდათ. ჩემო ყოჩაღებო, ჩვენ ჭიკჭიკა მეგობრებს ხელი დაუქნიეთ გაზაფხულამდე ვემშვიდობებით.
ჩიტები არიან, ჩიტები. რა ვერ მოვიშორე ეს ციკვინა, მჭხავანა ჩიტები, ჩემი ქუჩიდან. ისა კარგად ანათებსი. რა დროს ეს არის ერთი ჩიტი ყველაზე ხმამაღლა ჭიკჭიკებს და ჩხავის. ახლა მაგ იმ ჩხავანა ჩიტს რაღაცას ვესვი. აი, რამაკ. აი, თმინე, ჩიტო ჩიორაო. გასწორდი, ო, აი ეს. შეხედეთ, გონი ერთი ჩიტი დაშავდა. კაპიტანო, როგორ მოვიქცეთ? რა შეიძლება ჩიტუნიას? არ ინერვიულოთ, მე ახლა წავალ და აი იმ ჩიტუნიას უშველი. ცოტა ხანი დამელოდეთ. უშველის, აუცილებლად უშველის. ოჩაღებო, იცით რომელია შემოდგომის ფერები? წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ჟანგისფერი. თუმცა რა ფერს ვლაპარაკობ? სჯობს ისევ, ოჩაღებს მოусმინოთ. შემოდგომის ფერია ყვითელი. იცით როგორია ყვითელი? ახლავე განახებთ. ყვითელია მზე, ყვითელია ფოთოლი, შემოდგომის ფოთოლი. ყვითელია აი ეს კაბა. ყვითელს ხვანაირად ოქროს ფერს ეძახიან. აი ოქროსფერთ ეს ჩანთაბჭყვიალებს. შემოდგომის ფერია ყავისფერი. ყავისფერია შოკოლადი. ის ძალიან გემრიელია. კიდევ ყავისფერია სათამაშო დათუნია. ეს შემოდგომის ფოთოლის ყავისფერია. შემოდგომის ფერია წითელი. წითელია ვაშლი. წითელია აი ეს მანქანა. კიდევ წითელია აი ეს ფოთოლი. ის შემოდგომის ფოთოლია. ოჩაღების ქუჩაზე ჩემო ყოჩაღებო, კიდევ კაი დროზე მივედი. რამდენი ვიწვალე იცით? ჩვენ ჩიტუნიას ფრთა შეუხვიე და ისიც გაფრინდა, ასე რომ ჩვენ ჩიტუნია კარგად არის. კაპიტანო, ეს იგი ჩიტი გადარჩა? გადარჩა და ძალიან კარგადაც არის. არ ინერვიულო. კაპიტანო, ამასობაში ჩვენ შემოდგომის ფერები დავადგინეთ. შესანიშნავია, მაგრამ როგორც ხედავ, ჯერჯერობით შემოდგომის პეიზაჟი არ დაგვისრულებია. აბა მითხარით, კიდევ რას აკეთებენ ადამიანები შემოდგომაზე? ჩურჩხელებს. მართალია? კაპიტანო, ჩურჩხელების ამოვლება ძნელია? არა, არ არის ძნელი და ამას ახლავე გასწავლით. ოჩაღების ქუჩაზე ყოჩაღებო, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახლა ჩურჩხელის დამზადება. არც ისე რთულია რომ იცოდეთ. მთავარია გვაქვს ნემსი, ძაფი და ამ შემთხვევაში ნიგოზი. საერთოდ ჩურჩხელა კეთდება ნიგზის გარდა თხილისგან, შირისგან და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნიგოზი. მოკლედ გვაქვს ძაფი, ნემსი და ახლა ეს ნიგოზი უნდა ავაცვავთ ამ ძაფზე. რათა შემდეგ თათარაში ამოვავლოთ, დაველოდოთ და მივიღებთ ჩურჩხელას. მთავარია ნემსი თითში არ შეირიჭოთ. აბა დავიწყოთ. ფრთხილად გავაკეთოთ. აბა ირიშკა მიდი. მოიჩადე. რა უშავს. აი მე გასწავლი როგორ უნდა. ესე გავუყარეთ. და წავიდა. აი? ეს ერთი. და ასე შემდეგ. ძაფის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. რა ფერის გინდა იმ ფერი შეიძლება იყოს. თითში ფრთხილად, თითში არ გაირჯო. ოჩახ. ირინა პატარა არის და მე დავეხმარები. რაც შეეხება მარიშკას და ნინის, ისინი დიდები არიან. აბა მოგწონს ეს ნიგოზი. აბა ესავარჩიოთ. სულ მალე გვექნება ჩურჩხელები. შემოდგომის ნობათი. გიყვართ ჩურჩხელა? მეც ძალიან მიყვარს. შეგიძლიათ უკვე სახლში დაეხმაროთ უფროსებს ჩურჩხელების დამზადებაში. დღევანდელი გადაცემის შემდეგ თქვენ უკვე გეცოდინებათ, როგორ მზადდება ჩურჩხელა. ყოჩაღებო, თქვენ როგორი ჩურჩხელა გიყვართ? თხილით რომ არის, ნიგზით თუ ჭირით? მე თხილით. მე ნიგზით. მე ყველაფერით. ესე იგი ყველანაირი გემოვნება უნდა დავაკმაყოფილოთ დღეს, მაგრამ დღეს გვექნება ნიგზის ჩურჩხელა. ნიგოზი ძალიან სასარგებლოა და საერთოდ ჩურჩხელაც სასარგებლოა.
იცით, ჩვენ თასწველებს მთაში რომ მიდიან მწვერვალის დასაპყრობად, სწორედ ჩურჩხელა მიაქვთ. განსხვავებით სხვებისგან მათ შოკოლადი მიაქვთ. ჩვენ ჩურჩხელა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ენერგიას იძლევა ჩურჩხელა. აი, ჩემო ყოჩაღებმა უკვე დაამზადეს ნიგოზი ასხმული ძაფზე და ახლა მე თათარას მოვიტან და შეგვიძლია ჩურჩხელები დავამზადოთ. დამელოდეთ, ცოტა ხანი დამელოდეთ. ოჰოჰო, რა სურნელი აქვს. რა გემრიელად გამოიყურება. ფრთხილად იყავით, ეს ცხელია ბავშვებო. აბა ყოჩაღებო, დავიწყოთ. მიყურეთ, როგორ უნდა დავამზადოთ გემრიელი სასარგებლო ჩურჩხელა. ყურადღებით. აჰა, ეს თათარა შესუნა. ჩავალბოთ ნიგოზი, ვითომ ჭუპა-ჭუპას აკეთებს. ვაბანავებთ. აბა შეხედეთ ახლა. 1, 2 და 3. აი, ასე უნდა გავაკეთოთ. შემდეგ რა ხდება, იცით? ეს ჩურჩხელა უნდა გაშრეს. ამიტომ ჩვენ მომზადებული გვაქვს აქ ჩვენი ოჩაღების ქუჩის საშრობი და მოვათავსოთ ჩვენ ჩურჩხელა. აი ამ საშრობზე. აბა, თქვენ წადეთ ახლა. ჩასვით. ბოლომდე. ჩაყვინთოს. ცოტა მეტი თათარა უნდა. ძალიან კარგი გამომივიდა მგონი. გეთანხმები. აბა მოვათავსოთ. რომ გაშრეს ჩვენ ჩურჩხელა. ეს 2. შემდეგი. აბა ირიშკა. შენჯერია. ბოლომდე. დააწექი გოზით. მოდი, აი ასე. აბა ამოვიდა ჩვენ ჩურჩხელა. მათხოვე ჩემო კარგო. რა მაგარია. წავიდა. ოჩახ, რა ლამაზი ჩურჩხელა, შეხედეთ. ჩემო ყოჩაღებო, რა კარგი გოგოები ხართ, ნამდვილი ყოჩაღები ხართ, ჭკვიანები, ლამაზები და შრომის მოყვარეები. მართლაც ულამაზესი, გემრიელი და სასარგებლო ჩურჩხელები დაამზადეთ, ასე რომ ქებას იმსახურებთ. იცით რა არის? ახლა მე მინდა რომ შემოდგომის ნობათისგან, აი მაგალითად, შემოდგომის ნობათია ყურძენი, ბროწეული, ვაშლი, მსხალი, ხურმა, ძალიან გემრიელი, რომ აი ამ ყველაფრისგან რაიმე გემრიელი სალათა დავამზადოთ. საუცმო. იცით ამას ყველაფერს ჩემი ყოჩაღი მზარეულები გააკეთებენ. აბა ყურადღებით, გაიხედეთ იქით. მე კესო ვარ. მე სოფი ვარ. ჩვენ ყოჩაღი მზარეულები ვარ. დღეს შემოდგომის სალათს მოგიმზადებთ. ამისათვის დაგვჭირდება ვაშლი, მსხალი, კარალიოკი და გემრიელი შოკოლადი.
ეს სალათი კაპიტანს ძალიან მოეწონება. ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ. შემოდგომა რა ლამაზია. მართლა რა ლამაზია. შემოდგომის თვეებია სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. შემოდგომას თეთრი ზამთარი მოსდევს. როგორ მომწონს ყვითელი წითელი ფოთლები. მოდი ჩვენი ხე შოკოლადით მოვთოთ. კარამელიც მოუხდება. გემრიელად მიირთვით. დიდი მადლობა ჩემო ყოჩაღო მზარეულებო. ნამდვილად გემრიელი და სასარგებლო საუზმე მოამზადეთ. მადლობა. Ням 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 ням. ის რამბავია მე აქ შიმშილისგან ვაიმე ტბილები მიკაწკაწებს და მოცელი მეუბნება მაჭამე რამეო და ეს ყოჩაღები ნახე იქ ჭურჭხელებიო ჭურჭხელა რა მაგარია და ისაო კიდე შემოდგომის ნობათის გემრიელი საუზმეო ეთი გავიხედო ამას შეხედი კაპიტნის ოთახში აკიდოა აკიდო ნეტა რა შეჭირდებათ აუ შეჯიბრი უნდა მოაწყოთო მეც მინდა შეჯიბრი მინდა თმშია ახლა გვექნება მხიარული შეჯიბრი ჩვენ გვაქვს ყურძენი რომელიც არის სასარგებლო გემრიელი და რაც თავარია შემოდგომის ნობათია იცით როგორ შეჯიბრი გვექნება სახალისო ესე ცალი ხელი დაიჭერთ ყურძენს და მეორე ხელს ვერ მიახმართ და უნდა შეჭამოთ ადვილია მოდი წადოთ აბა ვინ შეჭამს პირველი თელ მტევანს დავიწყოთ 1 2 და 3 აბა შევეჯიბრეთ ერთმანეთს სასარგებლო გემრიელი ყურძენი რაღაცა ნელა მიირთმევთ ეს შეჯიბრს საერთოდ არ აგავს ცოტა ტემპი დაუჩქარეთ აი შეჯიბრია მტევნების ზომები ბავშვების ზომების მიხედვით არის არჩეული პატარა საშუალო დიდი ლიდერობს ირინა ჯერჯერობით მარიშკა ეწევა ნინიც აქვია აბა ვინ იქნება პირველი და როგორც ხედავ პირველმა მტევანი ბოლომდე შესანსლა და შეჭამა ეს არის ირინა ასე რომ გამარჯვებული ხარ შენ მეორე იყავი და შენც მეორე ხარ ოქრო შენ ვერცხლი თქვენ გამარჯვებულია ირინა და რა თქმა უნდა ჩემი მარიშკა და ნინი სამივე გამარჯვებულები არიან იმიტომ რომ ყოჩაღები არიან ეს
რა თამაშია? ეს რა შეჯიბრია? მეც მინდა ამ შეჯიბრში მონაწილეობა მივიღო და საერთოდ ვინიმშია. ვიცი, რაც უნდა მოვიმოქმედო. წერილს დავწერ, წერილს. როგორ დავიწყო? მეზობელო კარისაო. კარგია, მეზობელო კარისა. მეზობელო კარისაო, არა, მეზობელო კაპიტანო. დიახაცი. ვიცი რომ დღეს შემოდგომის ზეიმი გაქვთ. როგორ ეწერება? ხო, შემოდგომის ზეიმი გაქვთ. გემრიელი ჭურჭხელებიც გაქვთ და იმედი მაქვს, აი, არ შევხედავ ისე დავწერ. იმედი მაქვს რომ ერთი ჭურჭხელა მეც შემხვდება. როგორ დავწერა მე? დიდი სიყვარულით, თავდადებით და პატივის ცემით. საშინელი სიტყვებია, მაგრამ ეს სიტყვები რომ არ დავწერო, ჭურჭხელას ვერ მივიღებ და დავჩები მშიერი პატივის ცემით და ესე მოკლედ ბუა დიდი ასოთი. მე მგონი ძალიან ლამაზი შემოდგომის პეიზაჟი გამოგვივიდა, არა ყოჩაღებო? დიახ. მე მგონი კარგი გამოგვივიდა. თანაც სამივემ ერთად დახატეთ. დიდი მადლობა ყოჩაღებო. მე დაგემშვიდობებით. კარგი გოგოები ხართ. სწორედ ასეთი წარმოუდგენიათ შემოდგომის პეიზაჟი ჩემს ყოჩაღებს. აი, თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ შემოდგომა? აი, ისეთი დამიხატეთ, როგორცაც წარმოიდგენთ და გამომიგზავნეთ. ხომ იცით, ვისი ნახატიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, ის მიიღებს საჩუქრებს. საჩუქრები როგორია? ბუტას გემრიელი ბატიბუტი, ძალიან გემრიელი, სხვადასხვა არომატით. ასევე უნდა გაჩვქოთ CD. ეს არის ლიზი პოპი. დიახ, ეს საჩუქარიც თქვენი იქნება. გარდა ამისა, იცით, ჩვენი მეგობარი სათამაშოების მაღაზია ჭიტა. სწორედ ჭიტამ დააწესა 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. იცით, ჭიტას აქვს 4 მაღაზია. რომელ მაღაზიაშიც გინდათ შედით და არჩიეთ თქვენთვის სასურველი სათამაშო. ან საჩუქარი. აი, მე ესეთი კაც უნდა ავარჩიოთ. წარმატებას გისურვებთ და გელოდებით. რა გემრიელი
ჩურჩხელა ის ლამაზი ჩურჩხელა და მე ჩურჩხელას როგორც მშიერი ბუა შევჭამ ვაიმე ჩურჩხელა ჩურჩხელის გარეშე დარჩი ის რა ქვა საიდან მეცნობი ქვაო ის ქვა ჩიცრო ესროლე მე ის ქვა მაგრამ ამ ქვას წერილი მოყვა წავიკითხო როცა ცუდ საქციელს ჩაიდენ ბოროტება უკან დაგიბრუნდება მე ბოროტება მე რომ ჩიცვავესროლე ის ბოროტება დამიბრუნდა უკან და დავრჩი ჩურჩხელების და აი გემრიელი ჩურჩხელას გარეშე ესე იგი ბოროტება არ უნდა ჩაიდინო ბუამ მომინდომესაკ იცით რა მე ვარ გაბრაზებული ვარ შიერი და გემშვიდობებით თორე თუ არ დაგემშვიდობეთ დილამდე ვერ დაგემშვიდობებით ხო და კაპიტანო მიფრთხილდი თქვენ კიდე ნახვამდის